დღევანდელ ვიდეოში მე უნდა ვითამაშო Brawl Stars-ი, მაგრამ random ბორბალი გადაწყვიტავს ჩემს Brawlers. ჩემი მიზანი იქნება რომ მოვიგო თამაში ყველა რერეთის Brawler-ის და თუ ერთხელ მაინც წავაგე, ნუ მოგება ითვლება top 4-ში გასვლად. უნდა გავათამაშო ამ ვიდეოში 170 ჯემი, ამიტომ შეგიძლიათ დარჩეთ და ჯემებიც მოიგოთ თუ წავაგებ. ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ. დავიწყეთ. ტრიალებ ჩვენი ბორბალი და ვნახოთ პირველი რა მოგვივა და პირველია მოგვივიდა epic rarity. ასევე მინდა შეგახსენებთ რომ ამ rarity-დან შემიძლია ნებისმიერი Brawler-ი ავირჩიო. დაიწყო მეგობრებო ჩვენი პირველი მეჩი და იმედი მაქვს მოვიგებთ. ავიღე უახლესი Brawler-ი, ნუ ჩემთვის ახალი Brawler-ი მიპლი. ხო, ძალიან მომწონს ეს Brawler-ი სხვა შორის, ნუ ვიცი რომ ეს ბოლოხანები Brawl Stars აქტიურად აღარ ვიღებდი, მაგრამ მაინც აქტიურად თამაშობდი. აქ უკვე 1 კილი ავირწყით, ჩათვალეთ ეს კრო უგვამია, იმიტომ რომ ავტოტყვიები მაქვს, ჩათვალეთ. დავაუფლოთ ჩვენს power cube-ებს, ოღონდ ტყვიები არ უნდა ავაცილოთ. კარგი, აქ ეთქვედაო Piper's, რომელიც განწირულია, მოდი მე ზემოთ დავუტოვებ და გაგლიჯონ თუ უნდათ. მოდი კაი, მაინც მივეხმარები. არა მოიცა. მოდი ახლა ამემს მოვკლავ, იმიტომ რომ არ უნდა მოსულიყავი აქ, bro. შეუნამუსო შენ. სად გამექცევი? აი სად გამექცევი, მითხარი. კაი, ჩავკეტეთ, ჩაუგდეთ სუპერი, ბამ გაუნადგურეთ თავისი სუპერიც და ეგ არის. ძალიან მომწონს ამ Brawler-ზე თავისი гаджеტის და სუპერის კომბო. კარგი, ამელოდის 9 power cube აქვს, ამის მოშორება ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს მე არ მანებებს თავს სპეციალურად არის გადაკიდებული ჩემზე, არ ვიცი რა უნდა. კაი, აქ ცოტა ცუდად დავხარჯე ჩემი ტყვიები. გამანებე თავი. კაი, გამიშვი, არა უშავს. Top 4-ში გავედით და epic rarity უკვე შესრულებულია. ახლა გადავიდეთ მეორე random ბორბალის დატრიალებაზე. დაუბრუნდით ისე ვიღბლიან ბორბალთან და ვნახოთ რა მომივა, იმედია რამე ლეგენდარიან მითიკი იქნება და yes! ახლა შემიძლია ავიღო Spike-ი. დაიწყო მეგობრებო ჩვენი შემდეგი მეჩიც და ავიღებ რა თქმა უნდა ჩემს საყვარელ Brawler Spikes და არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც ხედავთ ბოტები შემხვდნენ, თუ გინდათ განახებთ ამ ხელის მერე რომ მოვჩები რომ ბოტებში არ ვარ შესული, ჩვეულებრივ თასებსაც მიმატებს და გონი თუ ავსები Spike-ი 1000 თასets მყავს, უსტად არ დავკვირვები ვარ, არ ვიცი რატო. კარგი, ახლა უცებ გავწმინდავ ამ ბოტებს და ეგრევე შევამოწმოთ Spike-ის თასები, რომ რამე გაუგებრობა არ შეიქმნას, მაგრამ მე თუ ეს მოვიგე ამ ხელს ჩავითვლი, იმიტომ რომ Brawl Stars-მა შემიყვანა ბოტებში და რა შემიბრალია. და ესეც ჩვენი ბოლო ბოტიც უკვე განადგურებულია და როგორც ხედავთ ახლა გავედი პირველ ადგილზე პლუს 10,000-ით და როგორც ხედავთ 1000-მდეც კი მყავს და რა ვქნათ, დავბრუნდეთ ახლა უკვე ბორბალზე. სანამ ჩვენი ბორბალი ტრიალებს შეგახსენებთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო და არხი გამოიწეროთ და მოდი ვნახოთ რა მოგვივა და super rare-ი, ალბათ თამაში ყველაზე ცუდი Brawler-ები ამ rarity-ში არიან. და აი უკვე დაიწყო მეგობრებო ჩვენი super rare-ის მეჩი და აურჩიე პენი. ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი Brawler-ი არის ამ rarity-ში, თავის гаджеტით შემიძლია ასევე დავახამუნთე რომ Mortis-ი, Edgar-ი და მსგავსი Brawler-ები და long range-ით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. უბრალოდ ერთი მინუსი ის არის რომ hypercharge არ მაქვს, აქ უკვე სურჯი მაწუხებს ბოქსებთან და მოდი გაუნგრიოთ ციფათი, არ ვიცი რა გონია, ახლა მოკლავ კიდეც საკვირით, ჰოპ. ესე მარტივად გავაძლევთ სახე, ახლა დავეუფლოთ ჩვენს ბოქსებს სანამ დრო არის, იმიტომ რომ solo showdown-ზე მთავარი არის ბოქსები, მინდა შეგახსენოთ და ასევე ჩვენთვის top 4-იც უკვე 7 Brawler-ი დავრჩით, რაც ჩემთვის შესანიშნავია. მოდი ცენტრში მაინც გავრისკავ შესვლას, იმიტომ რომ არ მინდა პასიურად თამაში, ეგრე შემიძლია დავკემპერდე ბუჩქებში და ისე გავიდე top 4-ში, მაგრამ მე მინდა კაცურად ბრძოლით მოვიპოვო ეს ადგილი. ეგ არის Mortis-იც გავანადგურეთ. უკვე 10 power cube მაქვს, არ ვიცი ვინ უნდა დამამარცხოს. ხო, მოდი აქ შენუბო. გადი, გამანებე თავი ორ ტყვიაში ვანადგურებ არადა, მაგრამ მაინც მე რისკავება და რამისო მოუკვდი და ჯერ top 4 არ არის, კაი? დავშვიდეთ, ცოტა ვაიმეიკეთ Edgar-ი არის და гаджеტი ჯერ არ მაქვს დატენილი. კაი, ცოტათი უნდა დავშვიდეთ, დავიჩარჯოთ, დავიხილოთ და მერე გავუვარდეთ ყველას. დავბრუნდი მეგობარო, მაგრამ ტყვიებს გაცშელ, იმიტომ რომ ელა მივარ. მე კედლავები შენუბო. დაიჭები ამისთვის. დაიჭები მეთქი. კაი, მოდი ჯერ ეს დავსაჯოთ და ეგ არის. ჩელენჯი შესრულებულია, მაგრამ top 1 მწყურია ჩელენჯი. იქამდე არ დასრულდება, სანამ ამ სტუს არ გავანადგურებ და შურს არ ვიძიებ. ჰოპ, მიატყლაშანა ეგრევე. უპა, ერთი დავრჩით. აბა რა სიძავს, ძალიან მაინტერესებს. მე უბრალოდ დაველოდები ეს სეზონის მოსვლას. დაველოდები და მოვატყუე
მოვიგეთ მეგობრებო, ახლა კიდევ გადავიდეთ შემდეგ ბორბალზე. ნენელა უკვე ჩელენჯს ვიგებ, უბრალოდ მთავარია ბოლოსკენ არ წავაგო და ვნახოთ რა რეიტია მოგვივა და მითიკი. დაიგო დაიწყო მეგობრებო ჩვენი საფინალო მეჩი კი არა და არ ვიცი საფინალო რატო ვთქვი ჩვენი მითიკის მეჩი, რომელსაც იმედი მაქვს მოვიგებთ. ავიღე ახალი ბრაულერი ლუმი, რომელიც ძალიან დამევა სასაკმაოდ ძლიერი ბრაულერია, თან ახალი მექანიკა შემოაქვს თამაში. ხო, ამ პოკოს განადგურება სამწუხაროდ ვერ მოვასწარი სანამ AFK-ზე იყო, მაგრამ მაინც მოვახერხებ, იმიტომ რომ შემიძლია ვეკედლაო და ამავდროულად ვეჯაჭვაო, ესეთი სიტყვათა რითმოლოგია გვაქვს და შეიჭუჭყნა ეს პოკიტო, რომელიც მანდედან ვეღარ გამოვა, შემიძლია ამბერის დავუტოვო და მოკლავს. კაი, მოდი power cube-ისკენ ნენელა ავიწიოთ. შენ სად მიდიხარ შენუბო? ჰოპ, ეგ არის. ახლა შემიძლია დაუბრუნდეთ ჩემი power cube-ის აღებას, წინ ცენტრში ლარი და ლორი არის და ასევე მარცხნიდან ეგ არ უნდა გექნა bro. ამ მაპისათვის არის ეს ბრაულერი ზედ გამოჭრილი და აქ უკვე top 5-ში ვართ როგორც ხედავთ და ეგ არის top 4-ში ვართ, მაგრამ ამ მეჩის მოგებასაც უნდა ვეცადო. პირველ რიგში ამ დინამიკის განადგურებით, რომელიც დამახტა ზედ და მომართვა თავი ლანგრით. აქ ოპერჩი გასვლა ცოტა რთული იქნება, მაგრამ მაინც უნდა მოვახერხო ეს. კაი, ძალიან ლოვა, ჯანდაბა სუპერი გავაცილე. ხო, ეგ არის top 1 კვალ. როგორც ხედავთ, ლეგენდარი სამოშლა დამოიწყებია, მაგრამ როგორც ხედავთ, მაინც რეარი ამოვიდა და გადავიდეთ ბოლო მეჩზე. რეარი ბრაულერიდან ბროკზე გადავწყვიტე, რომ არჩევანი გამეკეთებინა და ეს მეჩი გადაწყვიტავს, ეს ჯემები მე დამრჩება თუ თქვენ. ახლა კიდევ გადავუხტეთ ეგრევე ამ ტიქს და გაუნგრიოთ სახე და დავასპიდრანოთ ეს ხელი რასაც ქვია. უკვე 7 power cube მაქვს და ერთი ბრაულერიც უნდა მოკვდეს, რომელსაც მე გავაკეთებ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩემ გარეშე არაფერი კილი არ კეთდება. ეგ არის თუ არა, გავიდი თუ არა top 5-ში. არ ვიცი. და ეგ არის ჩელენჯი შესრულებული, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი და როდესაც ეს ვიდეო აბა 600 ლაიქზე მაშინვე ამას 70 ჯემს გადავიტან შემდეგი ჩელენჯისათვის და შემდეგ ჩელენჯი იქნება ბევრად რთული. დროებით